გამარჯობათ, მე ვარ ეკა ჯიბუტიანისა და მეტყოლების თერაპევტი პროსპეროს გუნდის წევრი. ენა, მეტყოლება და კომუნიკაცია განუყოფელი ნაწილია. ენაში მოიაზრება იმის გაგება და გააზრება, თუ რას ამბობს ადამიანი. მეტყოლება არის სიტყვების და ბგერების სწორად წარმოთქმა, რომელიც გულისხმობს დარღვეული ბგერების გამოსწორებას, საარტიკულაციო აპარატის ვარჯიშებს, ხოლო კომუნიკაცია არის ურთიერთობა სხვებთან. ამიტომ ჩვენი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია, საიდანაც ვარჩევთ პრიორიტეტულ მიზნებს და ნელ-ნელა გადავდივართ სხვა ეტაპზე. როგორც ვიცით, მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე ბავშვი ესმის ჩვენი საუბარი. 2 თვის ასაკიდან იწყებს ღუღუნს, 6 თვის ასაკიდან ტიტინს, 2 წლის ასაკისთვის უკვე უნდა ამბობდეს 100-200 სიტყვას. საუბრობდეს მარტივი ორწინადადებიანი სიტყვებით, მაგალითად, წყალი მინდა, ბურთი მომეცი და ასე შემდეგ. როდის უნდა ჩართოს მშობელმა განგაში სიგნალი? სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენმა შვილმა თუ რომელიმე ეს ეტაპი გამოტოვა. არ ამყარებს თვალით კონტაქტს. არ აქვს ჩვენთან ურთიერთობის სურვილი. ყველა ეს წინარე უნარი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების საბოლოო შედეგისათვის, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმიტაციის უნარი. იმიტაცია თავის მხრივ არის მოტორული და ვოკალური. მოტორული, როდესაც ადამიანი და ბავშვი ვერ იმეორებს ჩვენს მოქმედებებს, მაგალითად, ტაშის დაყვრა, პირამიდის აწყობა და ასე შემდეგ, ხოლო ვოკალური, როდესაც ვერ იმეორებს სიტყვებს, ამ დროს ვახმოვანებთ ცხოველებს, ფრინველებს და ასე შემდეგ. ბავშვი, რომელიც ვერ იმეორებს მარტივ მოქმედებებს, მისგან სიტყვების გამეორებას არ უნდა ველოდოთ. თუ გვინდა რომ მან დაიწყოს საუბარი, აუცილებელია ვამჩნევდეთ ურთიერთობის სურვილს. ეს შეიძლება სიტყვებით ვერ გამოთქვას, მაგრამ ემოციებით, ჟესტებით, მიმიკებით მიგვანიშნოს. გვახსოვდეს, რომ სწორი და დროული დიაგნოზი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების საბოლოო შედეგისთვის.